ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს სერვისი საქართველოს საზღვრებს გარეთ გააქვთ. ვრცლად გიყვებით რამდენიმე წუთში. ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს 104%-იანი ტარიფის პასუხად 84%-იან ტარიფს უწესებს. ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილება ძალაში 10 აპრილიდან შევა. ADB მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფები მართლაც სრულად განხორციელდება, ამან შესაძლოა საქართველოში ლარის გაუფასურება და უცხოური ინვესტიციების შემცირება გამოიწვიოს. პირველად 2021 წლის თებერვლის შემდეგ 9 აპრილის ვაჭრობაზე ბრენტის ფასი $60 ქვემოთ დაეცა. ერთი ბარელი ნავთობის ფასი $59.60 ფარგლებშია. დონალდ ტრამპის პირადი ქონება 1 მილიარდით შემცირდა. ამერიკის პრეზიდენტის ქონება ამერიკული Forbes-ის მიერ $4.1 მილიარდადაა შეფასებული. საღამო მშვიდობისა BMG საინფორმაციო სამსახური ბრუნდება პირდაპირ ეთერში ბიზნესსა და ეკონომიკაზე ელენე გოგბერაშვილი გიყვებათ. გასულ წელს დაფიქსირებული 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი ელის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მიმდინარე წელს 6%-მდე, ხოლო 2026 წელს 5%-მდე შენელდება. ADB ერთ-ერთ მთავარ რისკად ასახელებს ამერიკის სატარიფო ომს და მის შესაძლო გავლენას საქართველოზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტარიფები 180 ქვეყანას დაუწესა, მათ შორის ჩინეთის მიმართ 100%-იანი ტარიფები ამოქმედა, რასაც დღეს ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ 84%-იანი ტარიფების დაწესებით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 აპრილამდე ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებამდე შედგა. ამიტომ საბაზისო პროგნოზებში ასახულია მხოლოდ აქამდე არსებული ტარიფები. კიდევ ერთ რისკად ADB შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს, როგორც ჩვენთან საუბარში ADB-ის ეკონომისტი აცხადებს, სწორედ არასტაბილურობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გასულ წელს საქართველოში სავარაუდოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30%-ით შეამცირა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზზე საპასუხოდ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ზე მეტად გაიზრდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა არასდროს არის კარგი ბიზნესისთვის, რადგან ეს აფერხებს ინვესტორებს, როგორც შიდა, ასევე უცხოურ ინვესტორებს. გასულ წელს კი ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად 30%-ით შემცირდა, თუმცა რა თქმა უნდა, შეიძლება ამის განმაპირობებელი სხვა გარემოებებიც ყოფილიყო. ამრიგად, ამ ტიპის შეშფოთებამ გამოიწვია საქართველოს სუვერენული რეიტინგების პერსპექტივის კორექტირება. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-მა დეკემბერში საქართველოს პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეცვალა. Moody's-მა იგივე გააკეთა 2 კვირის წინ, მაგრამ საინტერესოა, რომ ორივე სააგენტომ რეიტინგი უცვლელად შეინარჩუნა, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის ძლიერ ფუნდამენტურ დივერსიფიკაციას. შარშან მაგალითად საქართველოს ტურიზმის სექტორში ძალიან კარგი 7.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თითქმის 8%-ით გაიზარდა ექსპორტიც, ასე რომ მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკა მდგრადია, განსაკუთრებით მისი დივერსიფიცირებული საგარეო კავშირების გამო, მაგრამ რა თქმა უნდა, მუდმივი გაურკვევლობა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა პროგნოზებისთვის ერთ-ერთი რისკია. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისთვის საგარეო წყაროებიდან მომდინარე რისკებს, ერთ-ერთი მთავარი რისკი შეერთებული შტატების ტარიფებია. თუ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფები მართლაც სრულად განხორციელდება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ლარის გაუფასურება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი შემცირება. საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთი რისკი ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში არსებული შენელებაა, რამაც შეიძლება შეამციროს მოთხოვნა განსაკუთრებით სპილენძზე, რომლის მსხვილი ექსპორტიორი საქართველოა. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში მალე დასრულდება, შესაბამისად კომპანიებმა სერვისის ექსპორტზე უნდა იფიქრონ. ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები ამბობენ, რომ მათ სერვისზე სხვადასხვა ქვეყნებში მოთხოვნა ჩნდება, რაც საშუალებას აძლევთ ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებული კომპანიები საზღვარგარეთ დაარეგისტრირონ და უცხოურ დაკვეთებზე იმუშაონ. მათი თქმით, ეს არის მოცემულობა, რომელიც მომავალ წლებში უფრო რეალური გახდება, რასაც ბიზნესი მზად უნდა შეხვდეს. რომელი ქვეყნებიდან ჩნდება ინფრასტრუქტურული სერვისების ექსპორტზე მოთხოვნა და რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რასაც კომპანიები ამ პროცესში აწყდებიან. ანუკა ჯოხაძე მუშაობდა თემაზე და შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. ანუკა, გისმენთ.
ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წლიდან წლამდე საქართველოში ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე მოთხოვნა შესაძლოა ისეთი მაღალი, როგორც ბოლო წლებში იყო, აღარ იყოს, რაც ბიზნეს ალტერნატივების მოძიებისკენ უბიძგებს. დესენ გრუპის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე ჩნდება, რის გამოც ისინი უკვე ხსნიან ფილიალებს ორ სხვადასხვა ქვეყანაში. მისი შეფასებით მარტივი არ არის უცხოურ ბაზარზე ინფრასტრუქტურული სერვისებით შესვლა, რადგან არსებობს რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილებაც გიწევს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ წლებში ადგილობრივ ბაზარზე ამ კუთხით კლების მოლოდინია, სექტორს გადაწყობა მაინც მოუწევს. მუშახელის პრობლემა იქაც არის, ძალიან დიდი პრობლემები არის. კარგი შემსრულებლები, ვადაში შემსრულებლების ნაკლებობა არის. გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებებიც უკვე ორ ფილიალს ვარეგისტრირებთ სხვადასხვა ქვეყანაში. ადგილობრივი ბაზარი რეალურად 2030 წლისთვის ნელ-ნელა დაიწყებს შემცირებას. იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივია, ან ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და დიდი პროექტები უკვე ბოლოში გადის და სრულდება. ანუ საკმაოდ დიდი რესურსი თავისუფლდება ქვეყანაში. რომელიც თუ დროულად არ მოხდება ამ რესურსის, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ბაზრებზე გადანაწილება, მაშინ მოხდება უბრალოდ ამ კომპანიების შემცირება და დაპატარავება. საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის პერსპექტივაზე საუბრობენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაშიც. მათი თქმით, ქართულმა კომპანიებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე შეძლეს საკმარისი გამოცდილების დაგროვება, თუმცა მათი შეფასებით მთავარი პროცესებში მაინც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი ფინანსური რესურსები იქნება. კითხვაზე თუ რომელ ქვეყნებში შეიძლება რომ ქართულმა მშენებლებმა სერვისის ექსპორტი განახორციელონ, ასოციაციაში უზბეკეთისა და სომხეთის ბაზრებს გამოყოფენ. თქმა უნდა, წარსულთან შედარებით დღეს ხდება რამოდენიმე შესაძლებლობა უკვე კაფეოდ გამოიკვეცა, რაღაცას წარსულში არ ქონდა ადგილი. ჯერ გადაწყვეტილებამდე არ ვარ, თუმცა დღეს უფრო მეტად არის და მეტჯერ ხდება საზღვრის გარეთ სამუშაო შესრულების შესაძლებლობა და ეს აშკარაა. მგონია რომ ყველაზე ესე თქვა პოტენციურად საინტერესო და შესაძლებლობით და მასშტაბურად დიდი ეს უზბეკეთის ბაზარი არის, რომელიც ფაქტიურად ძალიან განვითარების ეხლა დაიწყო, გაიხსნა ბაზარი და მგონია რომ ქართული კომპანიებისთვის არის საშუალება, რომ იქ მოხდეს. კარგი არის, რომ ფინანსური ინსტიტუტიც უკვე შესულია ამ ბაზარზე და ვფიქრობ, რომ აქ რაღაცა გარკვეული ერთობლივი პროდუქტის თუ რისკების შეფასებიანობის კუთხით აცილებით მოქნილები იქნებიან. იგივე შეიძლება ვისაუბროთ სასუნხეთის მიმართულებით, იქ თუ არ ვსწრები იყო ერთი კომპანია, რომელსაც ჰქონდა ეს პრეცედენტი. საერთაშორისო ბაზრებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ქართული კომპანიების პერსპექტივაში კითხვის ნიშნებს ხედავს ბემონის მმართველი პარტნიორი. მისი თქმით, გამოცდილების დაგროვებას ადგილობრივ ბაზარზე მუშავე კომპანიები შეზღუდული შესაძლებლობების გამო ვერ ახერხებენ, რადგან საერთაშორისო დონორული პროექტების მოთხოვნების დაკმაყოფილება დღეს ვერ ხერხდება. შესაბამისად, მისი თქმით, ქართული კომპანიებისთვის უცხოურ ბაზრებზე შეღწევა თუ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის. მაშინ, როცა თუნდაც 10 წლიან პერსპექტივაში ექსპორტი ინფრასტრუქტურული სერვისების მიმწოდებლებისთვის შესაძლოა გადარჩენის ერთ-ერთი გზაც კი იყოს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ პროექტებს საქართველოში, იქ იმარჯვებენ უცხოური კომპანიები, იმათ ეთვლებათ ეს გამოცდილებაში, ძირითადი ქვეკონტრაქტორები ან ქვეკონტრაქტორები არიან ქართული კომპანიები, თუმცა იმათ ეს 90% შემთხვევაში არ ასე ვთქვათ ეთვლებათ და ჩვენ ვღებულობთ მოცემულობას, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგი რო შენდება, თუმცა ქართული კომპანიები ამას თავის თავზე ვერ იწერენ. თავარი არის რომ დაშვება მოხდეს ქართული კომპანიების ან რაღაცა მოთხოვნის სახით, რომ აუცილებელია რომ ქვეკონტრაქტორი იყოს ქართული და ქართულ ბაზარზე აირჩიონ და შემდეგ უკვე ეს სამუშაოები რაღაცნაირად ჩაეთვალოს ქართულ კომპანიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხა თქვა თითოეულ სკოლის აშენებით ან რაღაცა არ ვიცი შენობის რემონტით დამიჯერეთ უცხოურ ბაზარზე ვერ შეხვალთ. საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის თებერვალში მშენებლობის დარგში შემცირება იყო, რომელიც ბიზნესის ახსნის სწორედ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებით იყო განპირობებული. გაგრძელდება თუ არა დარგში შემცირების ტრენდი უცნობია, თუმცა სექტორში აქტიურად საუბრობენ მათ შორის ხარჯების ზრდაზე, რაც ბაზარზე ოპერირებას სულ უფრო ართულებს. კერძო სექტორში ელიან, რომ ბაზარი შესაძლოა ისეთი ზრდის ტემპით, როგორთაც აქამდე იზრდებოდა, აღარ გაიზარდოს, თუმცა ამბობენ, რომ მოთხოვნა მათ სერვისებზე მომდევნო 5-10 წლის ჭრილში მაინც შენარჩუნებული იქნება.
მადლობა ანუკა, ჩემი კოლეგა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ენერგეტიკის სექტორში პირდაპირ მოლაპარაკებების გზით კონტრაქტების გასაფორმებლად ეკონომიკის სამინისტროს ქარის ელექტროსადგურების ინვესტორებმა 61 განაცხადით მიმართეს. ჯამურად 425 განაცხადიდან ყველაზე ცოტა სწორედ ქარის ელექტროსადგურების პროექტებია. დაინტერესებული პირები, რომლებიც დააკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ ეკონომიკურ კრიტერიუმებს, აუქციონის გარეშე სახელმწიფოსთან პირდაპირ მოლაპარაკებების შედეგად პროექტების განსახორციელებლად ფასდაშორის სხვაობის ხელშეკრულების გათვალისწინებულ ფიქსირებულ ტარიფს მიიღებენ. ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც პროექტის ინვესტორი 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს მეორე CFD აუქციონის გზით დადგინდა და ის ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში 6 ცენტში ადგენს. კომპანია უსასრულო ენერგიას აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით 6 ცენტი არ არის ისეთი კონკურენტული ტარიფი, როგორც დასავლეთ ქვეყნებში აქვთ ინვესტორებს, თუმცა ადეკვატურ პირობებს ქმნის პროექტების განსახორციელებლად, თუმცა ამავე დროს გათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, რომელიც ინვესტორებისთვის პოტენციურ ხარჯებს წარმოადგენს. განყენებლად 6 ცენტი მე ვიტყოდი რომ საკმაოდ ნორმალური არ არის ასე ვთქვათ ისეთი კონკურენტული ტარიფი როგორც ვთქვათ შეიძლება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გააჩნდეთ ინვესტორებს და ენერგიის წარმოებლებს, მაგრამ ასე ვთქვათ საჭირო ადეკვატურ პირობებს ქმნის ინვესტირებისთვის, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია რიგი თანდევი პირობები, როგორც არის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, როგორც არის პროექტის განვითარებისას, ქსელთან ინტეგრაციისას დაკავშირებული საკითხები, რაც საწყის ეტაპზე შეიძლება არც ისე პროგნოზირებადი იყოს და ასე ვთქვათ შემოსავალი კი ერთი მხრივ შეიძლება ფიქსირებული იქნეს, მაგრამ პოტენციური ხარჯები შეიძლება საკმაოდ მტკივნეული და მნიშვნელოვანი იყოს. ასეთი იყო საქმის კურსი ამ დროისთვის. წინ შემაჯამებელი გამოშვება გელით ანა ლაპეშვილთან ერთად 19 საათზე მე გემშვიდობებით ნახვამდის.